მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგეკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო, პირველ რიგში მოგკითხვით და მადლობით უნდა დავიწყო, როგორც ყოველთვის, არც მაქვს სხვანაირად უფლება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, პირველ რიგში ვინც ჩემს არხს იწერს YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე, ვინც მიკომენტარებთ, მილაიქებთ, თუნდაც თითო პატარა, ასე ვთქვათ, მცირედი ლაიქითაც ხო, ვინც გულს მიდევთ, არ აქვს მნიშვნელობა მთლიანობაში, მოკლედ ხორმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს. არ არსებობს, არ ვიცი, იშვიათად 2 ან 3 დღე მაქსიმუმია ხოლმე, რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევეხმიანოთ, არ მოვიკითხოთ, რა თქმა უნდა. ჩემი ესეთი თავდაყირა რეჟიმის გამო ყოველთვის არ არსებობს, რომ თვითონ თუ მე გადამავიწყდა, თვითონ მწერენ ხოლმე, იციან ისედაც ვინც კარგად მიცნობს ჩემი რეჟიმი, ამიტომ თითოეულ თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, რა ვქნა ემიგრანტები, განსაკუთრებული მადლობა, არ ვიცი, აი საოცარი ადამიანები, საოცარი პიროვნებები. ჩემო ძვირფასებო, ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით, სრულ კურსთან დაკავშირებით ფასდაკლება მაქვს, რა თქმა უნდა, წერთ პირადში, YouTube-ზე. ბოლოში, სადაც კომენტარები იწერება, ჩემი ნომერია და WhatsApp, Viber, Telegram-ზე დამამატებთ, ხოლო TikTok-ზე წერთ პირადში, მე თვითონ გამატებთ და უკვე შესაბამისად პირობებს გიხსნით. ინდივიდუალურია ჩემთან სწავლება. არანაირი ჩაწერილი ვიდეოზარებით, ერთ-ერთზე ინდივიდუალურად, აი ესე, როგორც აი გესაუბრებით, როგორც პირად კონსულტაციაში, ისე. არა მაქვს პრობლემა, ეხლა მქონდა შემთხვევა, რომ 3-4 დღე თხოვა თუ ხო სადღაც რამდენიმე დღეო, რომ ანუ ფსიქოლოგიურად გავიარეთ რამდენიმე გაკვეთილი, მე კი ხდება. ადამიანები ვართ, მეც ვიყავი იმასე 3 წლის წინ, სანამ ტაროს დავმეგობრდებოდი, ამიტომ თავიდან რა თქმა უნდა, ცოტა შეგვების პროცესის თემები არის ხოლმე. არ არის პრობლემა, თქვენ ერთი თვე დაგჭირდებათ, 2 თვე დაგჭირდებათ, მე არც დროს ვითვლი და არც ენერგიებს არ ვითვლი, რამდენიც საჭიროა. მოკლედ, რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ჩემო ძვირფასებო, ესე იგი, ეს არის, ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლედ, რატომღაცა ესეთი მე მესმის ყველასი, რომ ხო ესეთი გვაქვს და რაღაცა მომენტები ხოლმე, რომ თითქოს რო გონიათ, რომ აი ყველაფერი დამთავრდა, ეს ადამიანი თუ არ იქნება, ჩემთვის აღარაფერი არ არსებობს, მომსვლია მესჯები ტირილით, მესმის. ყველაფერი მესმის, მეც გამივლია, არა ვარ იქიდან ჩამოსული ცირა, ხო? აქამდე რატომ მოვედი ზუსტად, იმიტომ რომ მეც გამივლია თქვენნაირად ჩემო ძვირფასებო, მეც მტკენია, მეც მიტირია, მაგრამ ნახეთ ყოველთვის გონებასთან ერთად, რომ არასწორი ნაბიჯი არ გადადგას არც გულმა და არც გონება, იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ გონებით ვიფიქროთ არასწორი ნაბიჯი გადადგას, ხო? და ჯობდა რომ გულით გვემოქმედა. და ზოგჯერ არის სიტუაციები, რომ ჯობია გულით იმოქმედო, შინაგანი ფორი აქ გაქვს, მაგრამ ჯობია გააკეთო, ვიდრე გონებას მოусმინე. ამიტომ ამას ვერ გავიგებთ ხა. ესეთი რაღაცაა, ხო, ეს არის ინდივიდუალური, ხა ეს ზოგადად ვსაუბრობ. მოკლედ, დაგვივიწყა თუ არა პარტნიორმა და რა თქმა უნდა, აქ ახლა არ არის იმაზე საუბარი, რომ როგორ ვთქვა, გუშინ წინ და გუშინ რო დაშორდით, ხო? რა თქმა უნდა, ხა 2 დღეში ადამიანი ვერ დაგივიწყებს, აქ არის თვეების ურთიერთობაზე, აქ არის წლების ურთიერთობაზე, როდესაც უკვე დაშორებულები ვართ, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 1 თვე გასული. მინიმუმ 1 თვე ურთიერთობაში, ახლა თქვენ რო გუშინ წინ ელაპარაკეთ და გუშინ ელაპარაკეთ, ეგ კითხვა ამ ვიდეოს არ უნდა უყუროთ, ხო? ეს ეხება იმათ, ვინც დაშორებულია, აი თუნდაც აი პაუზა რო გონია, შეიძლება პაუზა გონია და დაშორება. ეხლა ესეც ინდივიდუალურია კიდევ მე, ეს არის საჯარო გაშლა. ყოველთვის ჯობია ხოლმე ინდივიდუალური, თორე რა თქმა უნდა, იქ ჯერ გინდაც არ გვინდა არ გვინდაზე არ არის. აქ არის 10,000 კაცობით კაცის ენერგია და იქ არის ერთი ინდივიდუალური ადამიანის ენერგია. კარგით. მოკლედ, მეც თქვენთან ერთად მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ნახოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანის სახელი გვარი, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ჩაიფიქრეთ
სახელი გვარი, დაბადების წელი თუ ერთხელ არ გვჭირდება, იქ გვჭირდება ხოლმე უკვე როცა პირადია და თან ოღონდ გაშლაზე არ გვჭირდება საერთოდ, როცა უკვე რაღაც გამოძახება, სხვა საკითხებია, ხო, სხვა სიტუაციებია. კარგით. მოკლედ ჩავიფიქროთ ეს პიროვნება და ვნახოთ ჯერ რა ენერგიები შეიმყოფება. თქვენი ჩაფიქრებული ენერგიები, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის შეგრძნებები და ნახოთ, დაგივიწყათ თუ არა, აქ 6 არკანი უნდა ამოვიყვა აუცილებლად და აი დაგივიწყათ თუ არა, აქ რა მოვა იმის მიხედვით დავსვავ შეკითხვას ალბათ მე ან რჩევა ან მოლოდინები, არ ვიცი, ერთ-ერთს დავსვავ. ჯერ ვფიქრობ და ნახეთ, აი უბრალოდ ნახეთ თქვენით დასტის ფონი. ნახეთ როგორი საოცარი, პირდაპირ დასტის ფონი ჯერ არ მომიბრუნებია, კვერთხების ტულს და სამიანი ხმლები, რა დონის. აი როგორ გითხრათ, როგორ კავშირზე მაქვს აქ საუბარი, როგორ შინაგან ჯაჭვზე მაქვს აქ საუბარი, რა დონის ძლიერ ჯაჭვზე მაქვს საუბარი, რომელიც გადავიდა სამიან ხმლებში და აბსოლუტურად გავნულდით და დასრულდა თითქოს თქვენთვის, აი ერთი ეპოქა რო დასრულდება, დაახლოებით მე ასეთ ურთიერთობას ვუყურებ, აი ადამიანისთვის რო ერთი ცხოვრება დასრულდა და არ იცის როგორ აკრიფოს თავისი ნაწილები, მე გავიარე ეს ავკრიფე ჩემი ნაწილები, აქეთ-იქით დაგდებული და მე ვიქეცი ახალ ადამიანად. ამიტომ ზუსტად დაახლოებით ამ სიტუაციას ვუყურებ, აქ ცუდად არ გამიგოთ, სწორად გაიგეთ, აქ არ არის ღლაბუცურ ურთიერთობაზე, მე შეიძლება კი ბატონო იმ ღლაბუცურ ურთიერთობასაც პატივს ვცემდე, მაგრამ იქ არ არის შეგრძნებები, მე რასაც აქ ვსაუბრობ და აქ საერთოდ სხვა ენერგია, აქ საერთოდ სხვა შეგრძნება, აქ საერთოდ სხვა ემოციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ენერგიები ამოვიღე ადამიანის ენერგიები საშინელ მდგომარეობაში პირდაპირ იწყება მესამე პირით. პირდაპირ ენერგიები ამ მამაკაცის ჩემო ძვირფასებო იწყება მესამე პირით, მაგრამ ყველაზე მთავარი, მოდით პირდაპირ გეტყვით, გულახდილად გეტყვით, ადამიანი, რომელიც იმყოფება შიშის ქვეშ, ადამიანი, რომელიც ჯერ ჩემთვის ხო წარმოუდგენელია კაცი და შიშარა. მაგრამ თურმე რამდენი ყოფილა, სწორად გამიგეთ, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, შემოაბრუნეთ საპირისპიროდ, ხო? ქალბატონებზეც კიბეს ვიძახი. ადამიანს, რომელსაც ეშინია ურთიერთობის და ადამიანი, რომელიც თავს არიდებს და არ ვიცი, იქ ცოლი ყავს, იქ ვიღაცის გამ, აი, აქ იმხელა შიშზეა საუბარი, ჩემო ძვირფასებო. აი, იმიტომაც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს შეგრძნებები ჰქონდა, ხო არის ეხლა კითხვა გაქვთ ალბათ, რომ სად წავიდა ეს ყველაფერი, აი ეს ემოცია, ეს საოცარი. კი, ადამიანს, რომელსაც ეშინია, ადამიანი, რომელიც ფიქრობს მერეზე მეც ვფიქრობ, მერეზე თქვენს ფიქრობთ, ხვალ რა იქნება, ვინ არ ვფიქრობთ. მაგრამ მე თუ ადამიანის მიმართ ამხელა ემოცია მაქვს, მე თუ ადამიანის მიმართ ამხელა მიზიდულობა მაქვს, მე თუ ადამიანის მიმართ ამხელა ჯაჭვი მაქვს, როგორ შეიძლება გაურკვეველ მდგომარეობაში გადავარდე +5-იან თასებში, თავში შემოვიწყა ხელები, 9-იანის ხმლები, 7-იანის ხმლები და შემეშინდეს, შემოვიღოთ აი ესეთი ჩემი ბურთი, ნახეთ გარედან, როგორ ემუქრება ის რაღაცა შროებები და როგორ ბურთში ზის 7-იან ხმლებში, აი ამ დასტაში საოცარი ანათამხილველის ტარუგიშტები და როგორ ზის თავისთვის, რომ თითქოს აი არ მიეკაროთ, არაფერი იყოს თავისთვის, თავის იმაში რა ვქვა ჩაკეტილი და რა ეს არის სწორი, ეს არის კაცობა, ეს არის ადამიანობა, კიდაც ეს არის ქალობა, თუ მაშინ რიღასთვის დგავ ადამიანო ნაბიჯს, რიღასთვის ხარ, ეს არ არის ერთ დღიან ურთიერთობაზე საუბარი. მყოლია პირადშიც ესეთები, პირად კონსულტაციებზე, რომ ერთი დღით იყვნენ და всё მე. ესეთები ხდება, კაცო, ხშირია. აქ სხვა თემაზე ვსაუბრობ, ეს არ არის უბრალოდ ვნებასაყოლელი ურთიერთობა. ეს საკმაოდ ჩამოყალიბებულ ადამიანებს ვუყურებთ. არ აქვს მნიშვნელობა აქ ასაკს. 25 წლის არის, მაგრამ შეიძლება ისეთი ჩამოყალიბებულია, ბევრ 60 წელსაც ჯობია, ხო? ამიტომ ესეც მინდა რომ გაიაზროთ. ნახეთ როგორ შეეშინდა, ნახეთ როგორ აიხუია თვალებზე საყოველთაო, ვითომ ვეღარაფერს ვეღარ ხედავს და ვითომ არაფერი, რა არაფერი არ იყო, აი ესეთი საოცარი ურთიერთობიდან, ესეთი ენერგიებიდან, ესეთი შეგრძნებებიდან ადამიანი ვაფშე განულდა, აი ამ სამიანის
გამო, მესამე პირის გამო, მე არ ვიცი დედა იყო პეტრე პავლე ცოლი ივანე ხო? ვინც იყო მესამე პირი, ფაქტი აი ყველაფრის გამო აღმოჩნდა 5-იან თასებში, აღარც ის უნდა თავისთვის რავი ყოხტად იმ ბოთ იმაში ბანკაში თუ აი რა ბურთში ზის და აღარავის აღარ უშვებს. და ხო თქვენთან დაკავშირებით მისი ბუდიშტ ფიქრები, ჯერ ფიქრები. აი უყურეთ, არა ხალხო რა საოცრება, აროზე საოცარი არაფერია. ნახეთ თავისთავად ბრძოლები, ტრანსფორმაცია დაეწყო, თვითონაც არ იცის რა უნდა, ვერ გაუგია და 6-იანი ხმლებით კი ბატონო, აბსოლუტურად საერთოდ წავიდა თქვენგან. ანუ ფიქრები თქვენგან წასულია, ადამიანი, რომელიც აი ხა დაგანახოთ თქვენ თვალით, რა შეგრძნებებით იყო. ვინ ყავით მისთვის იმპერატრიცა. რამხელა ემოციებზე მაქვს საუბარი. აი ტუზები. ნახეთ, რამხელა ენერგიაზე და ემოციაზე ესე როგორ განულდა, ესე როგორ გასწორდა მიწასთან, როცა მისთვის იმპერატრიცა იყავით, როცა მისთვის მნიშვნელოვანი იყავით და ადამიანი გადავიდა ტრანსფორმაციაში, დაიწყო თავისთავად ბრძოლები, აი უაზროდ, ნახეთ, მე სწორად მინდა გაიგოთ, საჯაროში მე არ მაქვს უფლება, რომ ვინმე გავამტყუნო. მნიშვნელობა არა, კი ბატონო, არ არის მართალი, მე ხო არ ვიცი რა მოხდა. პირადში იმიტომ მისჩევია, იმიტომ რომ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ სიტუაციას სჭირდება მოყვანა იმ ჭკუაზე, თქვენ როგორც გინდათ და არა რაღაცა ეს ხვრები რო დავწესებთ. გარბიან. ჩემო ძვირფასებო, გარბიან. კაციც გარბის და ქალიც. თქვენს ანალოგიურ მდგომარეობაში რო ჩაგაგდოთ, ეს ცოდეთ, რომ თქვენც გაიქცევით. მე არ ვიცი რა ზღვრებზე აქვს, მე არ ვიცი რა ამზეა საუბარი, დავურეკე და არ პასუხობს კიდე და არ გპასუხობს, არაა საჭირო მეორედ დარეკვა. მე არ გელაპარაკებით აქ როგორც ტაროლოგი, როგორც ფსიქოკონსულტანტიც, მე ამ კუთხითაც მყავს პაციენტები. ანუ ნახეთ და მეგობრები აღარ არიან ისინი ჩემი პაციენტები. ანუ ნახეთ ჩემო ძვირფასებო, აქ ადამიანი არ უნდა შეაწუხოთ. მე მესმის ხო რომ ესეთი ურთიერთობა იყო? კი ბატონო. მეც გამივლია ეგ პერიოდი, მეც ამიფეთქებია ტელეფონი. საერთოდ შევეშვი, მერე და როგორც კი ეშვები, ეგრევე მოდიან. ოღონდ მე არ გეუბნებით დაკიდებას, კაცო, აქ სხვა თემაა. აქ ეხა თუ თვითონ რაღაცა პრობლემური სიტუაციაა და მე შემიძლია დახმარება, მაგასაც ნახავ. პირველ რიგში მე მაინც გამოძახებას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ მე უნდა ვნახო ენერგეტიკული კავშირი, იმიტომ რომ თუ ენერგეტიკული კავშირი აღარ არის, ხა მე აქ არ გეუბნებით რომ არ არის, აქ იმ ხელადა, ისეთი არკანები დამიჯდა როგორ არ არის. მაგრამ რატო შეეშინდა ადამიანს, რატო ამოეფარა იმ ბურთს, რატო გავიდა თავისთვის, რატო დაიწყო ეს ტრანსფორმაცია. всё, ტრანსფორმაცია დაიწყო კაცმარიცის, ტრანსფორმაცია მაქსიმუმ 3 კვირაში თვითონ კაცმარიცს ახლა ამას რა მოუვა და რა ჭკუაზე დადგება. კი ბატონო მეტყვით, მე ხო იმპერატრიცა ვიყავი, ჩემზე ხო იყო, ყველაფერი იყო, ხდება, მაგრამ აღარ არის. ადამიანები ვართ, მაგრამ რის გამო და რის საფუძველზე ქრება? რატო, რის გამო ესეთი ემოცია საწავიდა? ეხლა კიდევ რომ მე აგზე პირად რა გითხართ, ნახოთ, ეს საჯაროა კი ბატონო, გადმობწანდით პირადში, ნახოთ და იმის მიხედვით გავარკვევთ, ჩემთან იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს აუცილებლად გაშლა. არ არსებობს 2 და 3 დღე არ გადადის, ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს. ვნახოთ, დაგივიწყათ თუ არა, მე არ მგონია რომ დაგივიწყათ. არა, რა დაგივიწყათ? აი როგორ მიჯაჭულობასთან გვაქვს საქმე, აი საოცარი გიშტები ამ არკანზე. მიჯაჭულობა საოცარი ეშმაკის არკანით. არა, ჩემო ძვირფასებო, არა დაგივიწყათ. მით უმეტეს გადმოდით პირადში, როცა ეს შემთხვევა. საოცარი ეშმაკის არკანი და შეყვარებულების არა, დაგივიწყათ კი არა, პირიქით ძალიან ბევრს ფიქრობს და ნერვიულობს და განიცდის. აი როგორც ტკივა თავი. მაგრამ არის შემთხვევა, სადაც ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ, არის შემთხვევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ასწავლეთ ერთმანეთს. თქვენს და მანაც გაზარდეთ ერთმანეთი. არ აქვს მნიშვნელობა სამთვიანი იყო ურთიერთობა, 5-იანი თუ 1 წლიანი. არა. მაგას დამიჯერეთ, არ აქვს მნიშვნელობა. არანაირი. ძალიან ბევრი რამე ასწავლეთ ერთმანეთს, ჩემო ძვირფასებო და სწორედ აი ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ადამიანს არ დავიწყები ხარ. მე აქ არც რჩევას ამოვიღებ და არაფერს არც მოლოდინებს. მოლოდინები მე უკვე პირადში ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ, რომ იმის მიხედვით მე კითხვა უნდა დავსვა, თქვენ რა გააკეთოთ თუ არ გავაკეთოთ არაფერს თუ დაველოდოთ. ჩემო ძვირფასებო, ადამიანს დავიწყები ხართ კი არა?
ანუ ჩვეულებრივი მიჯაჭვულობაა თან საკმაოდ დიდი. აქ არ გავნებთ, რომ ტოქსიკური ურთიერთობა იყო ესეთი, არა, ტოქსიკურ ურთიერთობაში, როდესაც გადავდივართ, იქ ის ემოცია და ის ენერგია და ის ჯაჭვი აღარ არის. ის არის უბრალოდ მიჩვეული ვარ იმ ადამიანს, არა და დილა გათინდა და რატო არ მომწერა, არა. მიჩვეული ხარ და იმიტომ, არა. აქ საერთოდ სხვა რამეზე ვსაუბრობ, აქ საერთოდ სხვა ემოციაზე ვსაუბრობ, აქ საერთოდ სხვა ჯაჭვზე ვსაუბრობ, კიდევ იმეორებ. ძალით ვერავის ვერაფერს ვერ გააკეთებინებთ. არც გინდოდეთ ძალით არაფერი. აი იმიტომ რომ გამოსახების გარეშე ხელს არ ვკიდებ არაფერს. მერეც კი ბატონო, თუ საშუალებაა დაგეხმარებით. არ არის საშუალება ეს. ადამიანი რობოტი ხო არ არის ატრიალო წინდა უკან. როდესაც რომ ხედავ იქ გამოსახება კეთდება იქ საქმე და ვიწყებ და ვხედავ რომ კი ბატონო ერთმანეთი უნდათ უბრალოდ რაღაცა გვიშლის ხელს აი ეს რაღაცა თავმოყარეობის თემა, რაღაცა მერე შიდა სიბრაზე რაღაც ხო კი ბატონო და მე რატო და რისთვის ხდება. მაგ შემთხვევაში კი ბატონო ვეხმარებ, მაგრამ აი იმ სიტუაციაში რომ უბრალოდ ჩაუბჟირდი რომ მე ეს მინდა და პრინციპის საკითხი არა. პრინციპის საკითხითაც მიმუშავია კი. როგორ არ მიმუშავია? აი პრინციპის საკითხია. არ გამოდის არაფერი. რეალურად პრინციპის გამო გაკეთებული კი, მე იმას არ ვიძახი, კიდევ ვიმეორებ, რომ ხდება, რომ აი ოჯახი დამინგრია, ჩემი შვილების მამა, ხო, ესეთი თემაც გქონია კი და რა თქმა უნდა და მე მისმის მათი. მაგრამ ის რომ ნახეთ არ გიყვართ და ის რომ შვილების გამო ბრძოლობთ სხვა არის. 1000%-ით მართალი ხართ. მაგრამ ის რომ აი არა და პრინციპის საკითხი და უნდა მოვიდეს დამიჩოქოს, ნუ აი რომ წერთ ხოლმე მესჯებს, არა შემოძერფასებო. რას ქვია დამიჩოქოს? დამიჩოქოს რა რობოტი კი არა, რა უნდა დაგიჩოქოთ კაცო? არც თქვენ არ უნდა დავიჩოქოთ არავის და არც მან არ უნდა დაგიჩოქოთ თქვენ. აბა ეხა ეგეთ ჯიპში თუ გადავედით და ეგეთ მაშინ რა ქვია პრინციპში და ეგეთ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ნუ ეგ ურთიერთობაა, ეგ აღარ არის ურთიერთობა. მანდ არაფერ შუაში აღარ არის ურთიერთობა. ეს აბსოლუტურად უკვე შიდა სიბოროტეა. არ შეიძლება, არა ჩემო კარგებო. ნახოთ, კი ბატონო, არ მეზარება, ნახოთ პირადში ყველაფერი, შევხედოთ, გავშალოთ და იმის მიხედვით გადავწყვეტოთ, მაგრამ ამ ურთიერთობას მე რასაც ვყურებ. კიდევ ვიმეორებ, ვინც პრინციპის გამო ხართ, იმათ არ გეხებათ. და ვინც აი იცით როგორ რომ აი როგორ ამდენი წელია ერთად ვარ და ესე უნდა დამთავრდა ეს. ხო, მე რა მოხდა? ყოველთვის რაღაცა ოდესღაც მთავრდება, ხო? მაგის გამო უნდა არავე პანიკაში და ისტერიკაში ჩავარდეთ. მაგრამ თუ ის ჯაჭვია მე რასაც ვხედავ, თუ ის ემოცია მე რასაც ვხედავ, თუ იგივე ენერგია მე გამოსახებას რატო ვაკეთებ? კი ბატონო, მე აქ იმხელა მიჯაჭვულობას და მე აქ იმხელა ემოციას ვხედავ და იმდენად ძვირფასი იყავით ამ ადამიანისთვის. აქეთ მაინტერესებს გულახდილად დედას გებრძებით რა ხდება. ვის გეხებათ, აი პირიქით აქეთ მაინტერესებს მე. არ ვიცი, საოცარ ემოცია, აი საერთოდ სხვა ემოციაზე მაქვს საუბარი აქ. აი საოცარი სხვა შინაგან ჯაჭვზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, აი დედას გებრძებით დამატულმა ამ გაშლა. სრული შოკი მაქვს. ოღონდ მართლა. იმიტომ რომ აქ მერე და მერე უკვე ესეთი არკანები ამოვიდა, რომ აი დამატულმა რამხელა შეგრძნებაზე, რამხელა ემოციაზე, რამხელა გულის ტკივილზეა საუბარი. და აქ როგორ შეიძლება, როცა ადამიანი ისე მოყვარს, მე პრინციპში ჩავდგე, ესე იგი არ გიყვართ. თუ არ გიყვართ, რიღასთვის უნდა წოლოთ ანისთან თქვენი თავი. მე ხვდით სად ვარ? არ ვიცი, გადმობძანდით, მომწერეთ პირადში, ვნახოთ, ვისაც გეხებათ ეს გაშლა და იმის მიხედვით გადავწყვეტოთ, რა გავაკეთოთ, როგორ და რანაირად. ეხლა დაგემშვიდობებით, შემოძვირფასებო, გკოცნით ყველას დროებით.